ზოგადად როცა ჩვენთან ამბობენ რუსული მმართველობა, რას ნიშნავს ზოგადად რუსული ხელისუფლება, რუსული რეჟიმი, ასე შემდეგ. ეს შეიძლება ვიღაცისთვის ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაც გამოდის და რუსეთს აქებს. ხო. მაგრამ რუსული რეჟიმი შეიძლება იყოს მაშინაც, როდესაც ჩვენ რუსეთს აგინებ. ანუ ამაში არანაირი პრობლემა. რუსული რეჟიმი იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცას პუტინი უყვარს. ამან ნიშნავს მმართველობის იმ მონღოლურ სტილს, რომელიც რუსეთში გაავრცელეს მონღოლებმა და ჩვენთანაც იყო ზოგადად მოგდა და ჩვენც ასე ვიმართებით. ანუ ჩვენ ამაზე უარი ვერ ვთქვით, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მონღოლი ნოინიზის სადღაც და მას ექვემდებარება ერთპიროვნულად ყველაფერი. ის ყველაფრის ბატონია, მასზე არავის არ აქვს შეწინააღმდეგების უფლება ზოგადად. მას ზოგადად შეიძლება მონღოლებს მაგალითად ნაკლებად აინტერესებდათ ბრძოლა ქრისტიანობასთან. რელიგიური თავისუფლება რაღაც გაგები, ხოლმე შენ გადასახადი გადაგეხადა. მთავარი იყო რომ გადასახადი გადაგეხადა. გამოხატვის თავისუფლების რაღაც ელემენტებიც კი იყო დაშვებული სხვადასხვა ფორმით. მმართველობის ფორმა, რომელიც საქართველოში არის დამკვიდრებული კომუნისტების მერეც, მანამდე კომუნისტების დროს თავისთავად, რომელთაც რომელიც ყველაზე მეტად გააძლიერა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ჯიბეში კიდევ სასამართლო ჯიბეში პროკურატურა გარი ბოლომდე ცენტრალიზებული ყველაფერი და რასაც ერთი კაცი ბოლოში რომელიც ზის სიტყვის ის ხდება ქვეყანაში. ეს არის რუსული მმართველობა. ეს სადაც ეს ხდება რუსული მმართველობის რა თქმა უნდა თავისი შინაარსით სააკაშვილი იყო ყველაზე რუსული მმართველი იმ გაგებით რომ მან გახადა შესაძლებელი ის რომ შეექმნა ერთი თანამდებობა რომელსაც ყველაფერი ეკუთვნის ყველაფერი შეუძლია და ზოგადად ეს ერთი თანამდებობა ვისაც გადაბარდება ხო შეიძლება ეს რუსეთმა მოისყიდოს ვიღაცამ მოისყიდოს ეგრევე აღმოჩნდები ვიღაცის ხელში ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე იმიტომ რომ დემოკრატიის მოსყიდვა და აპყრობა ყველაზე უფრო რთულია ბევრი აზრია ბევრი ადამიანია, ბევრი ელემენტია, თვითმმართველობა თუ ძლიერი გაქვს, რა ვიღაცამ ცენტრში რაღაცა გადაწყვიტა, იქ ადგილობრივ მმართველობა სხვანაირად წყვიტავს. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა ამისი სრული ცენტრალიზაცია, სრულად ჩაისვა ეს ჯიბეში, გადააბარა მე კოცებს და შესაბამისად ახლა დღეს რო ეძახო კოცებს რუსული სტილიო, კი, რა თქმა უნდა, რუსული სტილით ვიმართებით დღესაც. უბრალოდ ამ რუსული სტილით ვიმართებოდით სულ და დამოკიდებული ვიყავით იმაზე, რამდენად კეთილი იქნება ჩვენი დიქტატორი. შეიძლება ზოგადად ქართველებს გვიმართლებს რომ მაინც და მაინც სასტიკი დიქტატორები არ გვყავს როგორც აი ჩრდილოეთ კორეაშია მაგალითად ან შუა აზიის ქვეყნებშია სადღაც არის კეთილი ხალხია შეიძლება მაგრამ ვინაიდან ისინი დიქტატორები არიან თავისი შინაარსით ისინი არიან რუსული ტიპის მმართველები მე ამას არ ვამბობ როგორც ვიღმეს შეურაცხყოფას ანუ მე ვამბობ ამას როგორც მოცემულობას და კონკრეტული თავისი განმარტებით რას ნიშნავს ეს რომ ნიშნავს იმას რომ შენ ყავს ბელადი რომელიც გმართავს და ბელადს უნდა ეთაყვანო შენ არ შეგიძლია ბელადის კრიტიკა ბელადმა არც ის გიხსნის არაფერს რატომ რას აკეთებს როგორც ახლა პუტინს ხო რა უსნია რატო შევიდა უკრაინაში საომრად ასევე ჩვენ არ გვიხსნიან რაღაცეებს საგარეო ურთიერთობებს რას როგორანაირად ვაკეთებთ რატო შევით ამას ეს არ მიიჩნევა რომ ხალხის საქმეა საერთოდ და ამას განიხილავს სხვა ტიპის ელიტა და უბადრუკი მოკვდავების საქმე აქ არ არის სწორედ ის რომ ხალხს არაფერს არ ეკითხები როდესაც ხალხს დაპირებასაც კი არ აძლევ როგორც მე გადავწყვეტ ისე იქნება მომავალში ეს არის რუსული მმართველობა და აი ნახეთ ხოცები გასაგებია რომ ასე იმართებიან მაგრამ აი წინასაარჩევნო დაპირებები ვისი რა გახსოვთ მომავალი შენია, რაღაცა ესეთი ზოგადი ტიპის მომავალი შენია. რაღაცა ესეთი რაღაცა ყვირილები მიდიოდა, მაგრამ შინაარსობრივად მთელი ჩვენი რუსული მმართველობის პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ვინც არ არის ამ წუთას ხელისუფლებაში, იმასაც როცა უნდა მოსვლა, იმასაც რუსული სტილით უნდა მართვა. პოპულისტური